სამუშაო კვირასაც საინტერესო ამბებით ვიწყებთ წინას ვაჯამებთ და საქსტატისგან ველით განახლებულ მონაცემებსაც. მოკლედ, როგორი იყო წინა თვეში საამხმარებლო ფასების ინდექსი, ან ნოემბრის მონაცემები, ეს ამ კვირაში გამოქვეყნდება. ასევე მიმდინარე კვირაში ველოდებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსთან დაკავშირებით მესამე კვარტლის მონაცემებს, საწარმოთა საქმიანობის შესახებ მესამე კვარტლის განახლებულ შედეგებს, მშენებლობის ღირებულების ინდექსის ოქტომბრის მონაცემებს და მონეტარული სისტემის ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლებს მესამე კვარტლის მდგომარეობით, ასევე პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობასთან დაკავშირებით განახლებულ სტატისტიკას, ესეც მესამე კვარტლის შედეგებით. ასევე მიმდინარე კვირაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინდიკატორს გაასაჭაროებს. მათ შორის ცნობილი გახდება სავაჭრო ბალანსის, იმპორტის, ექსპორტის და სავაჭრო დეფიციტის სტატისტიკა. ამას გარდა, ფედერალური სამსახური უმუშევრობის და საშუალო ხელფასების განახლებულ მონაცემებსაც წარადგენს. დუბაიში გამართულ გაეროს კლიმატის სამიტზე კი ამასობაში შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მწვანე კლიმატის ფონდში $3 მილიარდ ჩატებს. ეს ფონდი, რომლის დაფინანსებაც $20 მილიარდ მიაღწევს, ყველაზე დიდი საერთაშორისო წამოწყება, რომელიც კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ პროექტებს განვითარებად ქვეყნებში დააფინანსებს. როიტერსი წერს, რომ ფონდში შტატების დაპირება ქვეყნის მიერ გამოყოფილ სახსრებს $5 მილიარდ გაზრდის, რადგან ფონდში $2 მილიარდი გასულ წლებში ჩაიდო. მაგრამ წყაროები იმასაც აღნიშნავენ, რომ დაფინანსება შტატების ბიუჯეტზეა დამოკიდებული და პირველ რიგში კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. გაეროს ინფორმაციით, განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად $250 მილიარდ დაფინანსებაა საჭირო საიმისოდ, რომ 2030 წლის კლიმატს ქვეყნები მომზადებულები შეხვდნენ. ეს როგორც ინფრასტრუქტურის ადაპტირებას, ასევე მწვანე ენერგიაზე გადასვლას მოიაზრებს. მოკლედ, საინტერესო სიახლეები იქნება ამ ამბიდან გამომდინარე. მიმდინარე კვირაში ასევე ევროკავშირისგანაც ველოდებით განახლებებს. გაირკვევა ევროკავშირის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით 0.1%-ის ფარგლებში უნდა იყოს, მაგრამ არსებობს გარკვეული რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით რეცესიის საწყისი ნიშნები გამოიკვეთოს. მიმდინარე კვირა განსაკუთრებით დატვირთული აზიის რეგიონში უნდა იყოს. ჩინეთმა ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა უნდა წარმოადგინოს, იაპონია კი სავაჭრო ბალანსის და მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მონაცემებს წარადგენს. სამხრეთ კორეაში ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის უახლეს სტატისტიკას გაასაჯაროებენ. რაც შეეხება რეგიონს, თურქეთის ეროვნული სამსახური ინფლაციის განახლებულ სტატისტიკას წარმოადგენს. სავარაუდოდ სამომხმარებლო ფასების ზრდის ინდექსი 63%-ის ფარგლებში იქნება. ამას გარდა მომავალ კვირას გახდება ცნობილი თურქეთის სავაჭრო ბალანსის, იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკაც. სამუშაო კვირის ბოლოს კი თურქეთის უმუშევრობის დონე გასაჯაროვდება, რომელიც სავარაუდოდ 9.1%-ის ფარგლებში იქნება. მიმდინარე კვირაში სიახლეები რუსეთის ფედერაციისგანაც უნდა იყოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაირკვევა რუსეთის ინფლაციის განახლებული სტატისტიკა, რომელიც ალბათ 7%-ის ფარგლებში დაფიქსირდება, ყოველ შემთხვევაში პროგნოზია ასეთია. ამასობაში შვეიცარიამ $8 მილიარდ ღირებულების რუსული აქტივები გაყინა და როიტერსი წერს, რომ შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს თანხა შესაძლოა შეიცვალოს, რადგან ის სასანქციო სიის რედაქტირებას და ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გასულ წელს შვეიცარიამ 7,5 მილიარდი ფრანკის ოდენობით აქტივები გაყინა. წელს გაყინული აქტივების თანხა უფრო მოცულობითია. როგორც როიტერსი წერს, გაყინული აქტივების ზრდა განპირობებული არის 300 პირის და 100 კომპანიის შავ სიაში დამატებით, რომლებიც სანქციების სიას ბოლო თვის განმავლობაში დაემატნენ. ამ კვირაში კვარტლურ ანგარიშგებებს და ფინანსურ შედეგებს ისეთი მსხვილი კომპანიებიც წარმოადგენენ, როგორიც არის Broadcom, Coparty, Cisco, AutoZone და სხვები. გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის 60 მილიონ ფუნტიანი საერთო ინვესტიცია ორი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შესახებ კიდევ ერთი ამბავი არის, რომელიც კლიმატის ცვლილებას უნდა მოხმარდეს. BBC წერს, რომ ოფიციალური განცხადება ბრიტანულ-ირლანდიურ სამთავრობოთა შორისო კონფერენციაზე გაკეთდა ამ გეგმასთან დაკავშირებით. ახალი ცენტრები კი ბიომრავალფეროვნების და საკვები ინდუსტრიის მდგრადობის მიმართულებით იმუშავებს. ისინი ირლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის სამთავრობო ადმინისტრაციაში მომუშავე აკადემიკოსებით და მკვლევარებით იქნება დაკომპლექტებული. გაერთიანებული სამეფო და ირლანდია უკვე დიდი ხანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით პრობლემების ერთობლივი გადაჭრის გზებს ეძებენ, რადგან ამ მიმართულებით ორივე ქვეყნის საერთო მიზანი არის ის, რომ 2025
25 წლისათვის ორივე მათგანი ნახშირბადის ემისიების წმინდა ნულოვან ნიშნულამდე დავიდეს. პროგრამისათვის 6 წლის განმავლობაში გამოიყოფა სახსრებით და სრული საინვესტიციო ღირებულება 60 მილიონ ფუნტს აღწევს. აქედან 40 მილიონი ფუნტი ირლანდიის სამეცნიერო ფონდიდან, 17 მილიონი ფუნტი ჩრდილოეთ ირლანდიის აგრარული დეპარტამენტიდან და 12 მილიონი ფუნტი გაერთიანებული სამეფოს კვლევების და ინოვაციების ორგანიზაციიდან იქნება გამოყოფილი. ამასობაში ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI ინდივიდუალური GPT-ის გამოშვება 2024 წლის დასაწყისისთვის გადადო. ნოემბრის კონფერენციაზე დაანონსებული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის ოფიციალური გამოსვლა გასული თვის ბოლომდე იყო გეგმაში, მაგრამ კომპანიის აღმასრულებლის პოზიციიდან სემ ალტმენის გათავისუფლებამ და მერე მისმა ისევ უკან დაბრუნებამ ამ პროდუქტის გამოშვება შედარებით შეაფერხა. GPT-ის ხელოვნური ინტელექტის ინდივიდუალური ასისტენტის პირველადი ვერსია, რომელიც მომხმარებლის ისეთ ინდივიდუალურ დავალებებს ასრულებს, როგორც არის მაგალითად ფრენის დაჯავშნა და სხვა მსგავსი მომსახურებები, საერთოდ მომავალ წლის დასაწყისიდან გახდება ხელმისაწვდომი. მომხმარებელს შესაძლებლობა გაუჩნდება, რომ GPT-ის საკუთარი ვერსია უკვე გაუზიაროს შემდეგ სხვებსაც, შედეგად კი თანხა გამოიმუშაოს. კომპანია ოფიციალურ გაშვებამდე GPT-ების გაუმჯობესებას გააგრძელებს და როგორც ამბობენ, კარგ ვერსიას შესთავაზებენ ფართო საზოგადოებას. შტატების კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი ჯენ ისტრერის განცხადებით კი ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარებით გამოწვეული პოტენციური საფრთხის გათვალისწინებით სისტემებში დამცავი საშუალებები თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული და ის ამბობს, რომ ტექნოლოგიური პროდუქტები დაუცველობით ხასიათდება და მიიჩნევა, რომ ამას მომხმარებლები მოაგვარებენ. ის ძალიან ძლიერია, ძალიან სწრაფად ვითარდება, ამბობს კანადელ კოლეგასთან 3 ხურისთან შეხვედრის შემდეგ სატელეფონო ინტერვიუში. ისლერის თქმით, 18 ქვეყნის, მათ შორის შტატების წარმომადგენლებმა დაამტკიცეს ბრიტანეთის მიერ შემუშავებული ახალი გაიდლაინები ხელოვნური ინტელექტის კიბერუსაფრთხოების შესახებ. ამთვის დასაწყისში AI-ის წამყვანი დეველოპერები შეთანხმდნენ, რომ მთავრობებთან იმუშავებენ იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების რისკების მართვას. და ამ პროცესში, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, რადგან ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ტემპით ვითარდება და ჯერჯერობით მისი რეგულირების საკითხი ან უსაფრთხოების თემები საბოლოოდ გავლილი, მათ შორის ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორც შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან, ბოლომდე მოყვანილი არ არის.